გამარჯობა კიდევ ერთხელ გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი უკვე რამდენიმე წელია ახორციელებს პროექტს კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში. პროექტის მიზანი კლიმატის ცვლილებებით გამოწვეული კატასტროფების ზეგავლენის შემცირება. ამ თემაზე კი უფრო მეც ჩვენი სტუმრები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი და პროექტის მენეჯერი სოფო ბერიშვილი გვეტყვიან. მოგესალმებით თამთა და სოფო, მადლობა რომ მოხვედით ჩვენთან სტუდიაში. გვინდა რომ მოგვიყვეთ მეტი ამ პროექტის შესახებ, რა მიზნები აქვს მას ამ პროექტის განხორციელებას და რატომ გახდა აუცილებელი ასეთი პროექტის შექმნა ზოგადად ქვეყნისთვის. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის სახელით ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ მოწვევისათვის და ამ მეტად მნიშვნელოვანი პროექტის, როგორც თქვენ ახსენეთ, კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკების შემცირება საქართველოში დაინტერესებისათვის, რომელიც უკანასკნელი 7 წლის განმავლობაში ძალიან წარმატებით ხორციელდება მთელი საქართველოს მასშტაბით და აღნიშნული პროექტის მხარდამჭერს წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამა და ხორციელდება საქართველოს მთავრობის კლიმატის მწვანე ფონდის, შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით და მე მინდა მადლობა გადაუხადო ჩემ მიერ ხსენებულ ინსტიტუციებს პროექტის წარმატებით განხორციელების ხელშეწყობისათვის. თამთა კითხავერც რა უწყებები, რომელი უწყებები მონაწილეობენ ამ პროექტის განხორციელებაში და რას გულისხმობს მათი ჩართულობა? მოგახსენეთ, პროექტი საკმაოდ მასშტაბური არის და როგორც აღნიშნე მე, აღნიშნული პროექტი განსაკუთრებული მნიშვნელობის მქონე არის ჩვენი ქვეყნისათვის. აღნიშნულ პროექტში ჩართული არის შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი საქვეუწყებო დაწესებულებები, ინფრასტრუქტურის სამინისტრო და რა თქმა უნდა ჩვენი სამინისტრო, სოფლის მეურნეობისა და გარემოსდაცვის სამინისტრო და რა როლს ასრულებს გარემოსდაცვითი თავისი ფუნქციიდან გამომდინარე და გარემოს ეროვნული სააგენტო ფუნქციებთან და მიზანთან დაკავშირებით სოფო მეტ დეტალს მოგაცნობთ. მოგესალმებით კიდევ ერთხელ, მადლობას მოგახსენებთ მეც ჩვენი მოწვევისათვის. როგორც თამთამ უკვე აღნიშნა, პროექტი კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში 2019 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანი არის კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების ზეგავლენის შემცირება მოსახლეობაზე, ინფრასტრუქტურასა და საარსებო გარემოზე. ეროვნულ დონეზე ადრეული გაფრთხილების სისტემების დანერგვის მეშვეობით და ადგილობრივ დონეზე რისკებზე დამყარებული ქმედებების გადარებით. როგორც თამთამ აღნიშნა, პროექტი ხორციელდება საქართველოს მთავრობის კლიმატის მწვანე ფონდის და შვეიცარიის მთავრობის თანადაფინანსებით და გაეროს განვითარების პროგრამის მხარდაჭერით, თუმცა აუცილებლად უნდა აღინიშნოს ის წვლილი, რომელიც შეაქვს სხვადასხვა უწყებებს აღნიშნული პროექტის სრულფასოვნად და ჯეროვნად განხორციელების პროცესში. ეს არის პირველ რიგში გარემოსდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მასში შემავალი უწყებები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და გარემოს ეროვნული სააგენტო, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო და მისი უწყება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და ინფრასტრუქტურის სამინისტრო და მასში შემავალი უწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი. იცით ჩვენ წლების წინ გვახსოვს თუ სწორად მახსოვს ტერმინი დევდორაკის ტრაგედია, როდესაც ადამიანები მოყვნენ ზვავში და მთელი მეწყერსასში ზონაში მოხდა. ასეთ შემთხვევაში პროექტი რას გულისხმობს, ანუ რისი პრევენცია, მაგალითად იგივე დევდორაკის, იგივე სხვა შემთხვევები, როდესაც აი ტრაგიკული ნაწილია გზიდან გადმოვარდნა, მეწყერსასში მოვარდნები და ასე შემდეგ. ასეთ დროს რას მოგცემს ამ პროექტში მონაწილეობა? აგვარიდებს სტიქიურ უბედურებას. კი ბატონო, როგორც უკვე ვთქვით, ეს არის ძალიან დიდი პროგრამა და პროექტი, რომელშიც არიან უწყებები ჩართული და ყველას აქვს თავისი როლი პროექტის განხორციელების ფარგლებში. უფრო ქმედითი როლი იგივე ეს ადრეული გაფრთხილების სისტემები, საფრთხის რუკები და ასე შემდეგ კეთდება საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის და გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ. ჩვენი მხრიდან კი ჩვენი როლი არის ცნობიერების ამაღლება და იმისათვის როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი კონკრეტული საფრთხის გომის შემთხვევაში როგორ უნდა დაიცვას თავი. აი მე რომელიც მაგალითად ცხოვრობ სვანეთში. კი ბატონო. და ვიცი რომ მეწყერსაში ზონაში ვცხოვრობ. თქვენ მე მასწავლით ქცევის წესებს როგორ მოვიქცე მაგალითად თუ წვიმები დაიწყება და აი კონკრეტული მაგალითი გითხარით. გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის უმნიშვნელოვანეს და მის მთავარ მანდატს წარმოადგენს ცნობიერების ამაღლება და განათლების ხელშეწყობა. შესაბამისად, ყველა პროექტი, რომელიც ჩვენ ცენტრში ხორციელდება, მათ შორის აღნიშნული პროექტიც ცნობიერების ამაღლებას
და განათლების ხელშეწყობას უზრუნველყოფს. ეს გავიგე. კონკრეტულად რას მასწავლით ეგ მინდა? კი ბატონო, პრევენციულად როგორ უნდა მოიქცეთ, როდესაც არის მოსალოდნელი საფრთხე. კი ბატონო. როგორ მივხვდე, რომ საფრთხე ჯერ არსებობს? კი ბატონო, ყოველივე ეს ხდება საგანმანათლებლო მასალებზე დაყრდნობით, რომელსაც პროექტი ახორციელებს. ჩვენ გვაქვს არაჩვეულებრივი საგანმანათლებლო მასალები პროექტის ფარგლებში შექმნილი შესაბამის ასაკობრივ ჯგუფზე მორგებული. გამომდინარე იქიდან, რომ რისკი დგება როგორც დაბალი ასაკის პირისთვის, ასევე ღრმად მოხუცებული ადამიანისთვის და ასე შემდეგ, მთელი ქვეყნის მასშტაბით შესაბამისად ის საგანმანათლებლო მასალები, რომელიც ითვალისწინებს რისკის პრევენციის ზომებს და ასე შემდეგ, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ, როგორც თქვენ იკითხეთ აღნიშნულთან დაკავშირებით შესაბამის სამიზნე ჯგუფებზე, შესაბამისი ცნობიერების ამაღლების კამპანია, ტრენინგები მიმდინარეობს, რომელიც პრაქტიკულ კომპონენტსაც მოიცავს მათ შორის და ჩვენ ვახორციელებთ დაფარვას მთელი საქართველოსი 46 მუნიციპალიტეტის და 116 მოწყვლადი თემის გათვალისწინებით და აღნიშნულთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ და ძალიან მეამაყება, რომ პროექტი, რომელიც 2019 წელს დაიწყო 10 სამიზნე მუნიციპალიტეტს ითვალისწინებდა და პრაქტიკიდან გამომდინარე წლიდან წლამდე საჭიროება გახდა, რომ აღნიშნული მუნიციპალიტეტების დამატება ეტაპობრივად განხორციელებულიყო. დღეისათვის, როგორც აღნიშნე, 46 მუნიციპალიტეტი და 116 მოწყვლადი თემი. ეს ძალიან მნიშვნელოვანია თვითონ გეოგრაფიული არეალი, რა თქმა უნდა. პროექტის იმიტომ ჩვენ ისეთი გეოგრაფიის ვართ, სადაც ზღვაც არის, მთაც არის, ბარიც არის და ასე შემდეგ. აი პროგრამული, აი სქემობრივად როგორ არის? აი მაგალითად, მოვედით თქვენთან ვარ ადგილობრივი მაცხოვრებელი, ხო? და ვცხოვრობ მაგალითად ზღვის პირა ზოლში. სადაც შეიძლება ამოვარდეს შეშვენიერ დღეს ქარი და წალეკოს იქაურობა. აი რას მასწავლით? კი ბატონო. და სამიზნე აუდიტორიაზე თქვენ ახსენეთ, ხო? სამიზნე აუდიტორიაზეც უფრო მეტი გითხარით, ვინ არის კონკრეტულად სამიზნე აუდიტორია და როგორ არიან ეს ადამიანები ჩართულები ამ პროექტის განხორციელებაში? რაც შეეხება სამიზნე აუდიტორიას, პროექტის სამიზნე ჯგუფებს წარმოადგენენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, სათემო არასამთავრობო ორგანიზაციები, საგანმანათლებლო დაწესებულებები, როგორიცაა სკოლები, სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები და უნივერსიტეტები, რომლებთანაც ჩვენ გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი, რა თქმა უნდა, ახალგაზრდები წარმოადგენენ ჩვენ სამიზნე ჯგუფს, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები, მედია საშუალებები, როგორც ცენტრალური ისე ადგილობრივი მედიის წარმომადგენლები და ჩვენ გვაქვს ხოლმე მედია ტრენინგები, ხშირად სადაც ვიწვევთ ჟურნალისტებს და მედიის წარმომადგენლებს სხვადასხვა მუნიციპალიტეტებიდან, მათთვის ამ სამიზნე ჯგუფებისათვის გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი ყოველწლიურად აორგანიზებს სხვადასხვა ტიპის ცნობიერების დონის ასამაღლებელ აქტივობებს. თუნდაც როგორ მოიქცნენ ამ თუ იმ კატასტროფის დროს, როგორ გააშუქონ ესა თუ ის კატასტროფა. და ასაკობრივი სეგმენტი განსაზღვრულია, ვთქვათ, რა ასაკობრივ სეგმენტზეა გათვლილი ის აქტივობები, რომლებსაც ახორციელებთ? რა თქმა უნდა, განსაზღვრულია უბრალოდ რასაც გულისხმობ ახლა მე ეს აქტივობა, რომელიც სტარტდება, ეს ეხება საგანგებო მართვის გეგმებს, მათ მნიშვნელობას, მათ შემუშავებას, ჰიდროლოგიურ და გეოლოგიურ საფრთხეებს, კატასტროფების რისკის მართვას და მათ შემცირებას. და ამ სამიზნე ჯგუფებისათვის ჩვენ ვაკეთებთ ძალიან ბევრ შემეცნებით ტრენინგს, ლექციას, სემინარს და ბევრ საკითხებს საუბრობთ გარემოსდაცვითზე, რომელიც მათთვის არის საინტერესო. საფო მახსენა შესაბამისი ჯგუფები და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. მე განსაკუთრებით მინდა გამოვყო მოწყვლადი ჯგუფები და მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები და რატომ. ვფიქრობ, რომ ჩვენი ცენტრის და ზოგადად ჩვენი სამინისტროს პოზიტიურ სამოქალაქო ვალდებულებას წარმოადგენს დაფაროს ყველა მოწყვლადი ჯგუფი და მართლა ძალიან საამაყო არის იმისათვის, რომ ცნობიერების ამაღლების კამპანია იქნება ეს თუ კონკრეტული სხვა აქტივობა პროექტით გათვალისწინებული, მათ შორის ხელმისაწვდომი იქნება და თანაბარი ხელმისაწვდომი იქნება მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისათვის და მიმდინარე წლის მნიშვნელოვანი სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენენ სწორედაც რომ ეს პირები. მოდით ერთი რაღაცა კითხვა მაქვს, როდესაც ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობ და ეს ძალიან მნიშვნელოვანი აქცევის წესები ვიცოდეთ, რაღაც კრიზისების მართვა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ აი ძალიან ხშირად წლების წინ იყო რაღაც გარკვეული პრობლემები იგივე SOS სიგნალებთან დაკავშირებით. დღეს რამდენად უსწრებს დაუშვათ რაღაცა
კატასტროფებს იგივე სიგნალები რამდენად მუშაობს გამართულად აი ეს სისტემები რომ ინფორმაცია პირველივე წუთებიდან იყოს რომ მე ასწრებდნენ უწყებები მობილიზაციას ასე ვთქვათ კატასტროფების თავიდან ასაცილებლად გააჩნია ალბათ კატასტროფას იმიტომ რომ მიწისძვრის დროს არა მიწისძვრის არა მაგრამ აი წინასწარ რაღაც ეს ამინდის პროგრამასთან დაკავშირებული შეტყობინებები რომელიც 112-დან მოდის და ვიღებთ თითოეული ჩვენგანი ამ შეტყობინებას რაც შეეხება ამ ადრეული გაფრთხილების სისტემებს ამ განგაშის სიგნალს და ასე შემდეგ ამაზე უკვე ჩვენი პარტნიორი უწყებები აქტიურად მუშაობენ და აუცილებლად დროთა განმავლობაში ამაზე უფრო შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ბატონო საგანგებო აჭარაში ამის რო უყურებდი და სულ წვიმდა სახლის პატრონი იძახა რომ კაია მანი რაღაცა მცენარა მეიწყინა და გამეიდრება იყო ესეთი გესმის ამაზესები რომლებიც ამინდის პროგნოზებს მეიდრება მეიწყინა იმანო და ჩვენ უყურებდით ამ ყველას და ბებია ჩემმა იცოდა კიდე მდინარის ხმა შორიდან მოვა საღამოს გაწვიმდებაო ხო ეს ბაყაყს თუ მოკლავთ ახლა მინდა მწვანე ბანაკის შესახებ ვისაუბროთ ძალიან მნიშვნელოვანია ეს თემა მწვანე ბანაკის შესახებ ვისთვის არის განკუთვნილი მწვანე სტიპენდიის პროგრამა და რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდა სტუდენტი რომ გახდეს სტიპენდიანტი ესეც გითხრათ მწვანე ბანაკი კლიმატის ელჩები პროექტის ფარგლებში უკვე მეხუთე წელია რაც ხორციელდება და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია 15-17 წლის ახალგაზრდებს და მნიშვნელოვანია რომ მთელი საქართველოს მასშტაბით შესაძლებელია რომ იყვნენ ჩართულები პროგრამაში ბანაკი მიზნად ისახავს კლიმატის ცვლილებისა და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა საკითხების შესახებ ცნობიერების დონის ამაღლებას მონაწილეებს შორის გუნდურად მუშაობის უნარჩვევების გაძლიერებას, თვითპრეზენტაციის უნარების განვითარებას, პროექტების წერის შესწავლას და სხვა კიდევ უამრავი უნარჩვევის ჩამოყალიბებას მათში. ამ ხუთი ბანაკის განმავლობაში 208 ახალგაზრდამ შეძლო და მიიღო კლიმატის ელჩის სტატუსი. ძალიან მეამაყება ჩვენ აღნიშნული მწვანე ბანაკის პროექტი და რომელიც წელსა ძალიან ეფექტიანად უნდა განხორციელდეს და მჯერა ნამდვილად ამისა და ყოველთვის წლიდან წლამდე მოთხოვნა და სტუდენტების ჩართულობა და სურვილი არის ძალიან მაღალი და აქვე გარდა იმ მნიშვნელოვანი მიზნისა რომელიც აღნიშნული ბანაკი თავის შინაარსთან გამომდინარე და პროექტის ფარგლებში ხორციელდება ჩვენ წინა შეხვედრაზეც ვისაუბრეთ რომ უშუალოდ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ასე ვთქვათ უმნიშვნელოვანეს ძალისხმევას და ხელშეწყობას წარმოადგენს მისი მხრიდან რომ ჩვენი პროექტებით განახორციელებთ დეფიციტური პროფესიების წახალისება და ამ პროექტში როდესაც მართლაც რომ ჩვენი პარტნიორი უწყების არაჩვეულებრივი ექსპერტების გარემოს ეროვნული სააგენტოს ექსპერტების გეოლოგები ჰიდროლოგები და აგროლოგები არიან ჩართულები ამ სტუდენტებისათვის ძალიან დიდი მნიშვნელობის მქონე არის რომ სწორედაც ამ დეფიციტურ პროფესიებზე, რომელიც ჩვენი ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესია, გქონდეთ სწორი ინფორმაცია შესაბამისი პროფესიონალების. მონაწილე რო გავხდეთ 17 წლის თულბა რა მომეთხოვება? უნდა გქონდეთ მაღალი აკადემიური მოსწრება, კონკურსიც ხარჯდება. 17 წელი, ანუ სკოლაში ვარ ჯერ. ხო, მაღალი მოსწრება მაქვს ერთი. ძირითადად არიან ხოლმე უფრო დამამთავრებელი კლასის მოსწავლეები, უფრო აბიტურიენტები. თითქოს არც ძალიან დატვირთული გრაფიკი აქვთ, მაგრამ ძალიან მოთხოვნადია ჩვენი ბანაკი ნამდვილად და ჩვენი საამაყო პროექტია. რამდენი ხნიანია ბანაკი? ერთკვირიანი. და რამდენი ბანაკი და ყოველწლიურად ზაფხულში ვატარებთ ამ ბანაკს დაბა ბაკურიანში. რომელიც არის არა მხოლოდ თეორიაზე რატომ დაბა ბაკურიანი მნიშვნელოვანი არის არეალი სადაც სტარტდება გამომდინარე იქიდან რომ როგორც ჩვენი ცენტრის მიზანი და ასევე განათლების ხელშეწყობის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი წარმოადგენს პრაქტიკაზე დამფუძნებული სწავლება შესაბამისად აღნიშნული ბანაკში სწავლებაც როგორც თეორიულ ასევე პრაქტიკულ კომპონენტს. რაოდენობა ყოველ წელს ერთ და იგივეა თუ 50 ბავშვი არის ყოველწლიურად. მნიშვნელოვანია გარემო, ხო, სადაც მოხდება ეს. მაგ და შერჩევა როგორ ხდება? აი 50-ო თქვით. შერჩევა როგორ ხდება ამ 50 ბავშვის? ხდება კონკურსი, შემოდის. და ძალიან ბევრია ალბათ, ხო? მოთხოვნია ძალიან დიდია. როგორ ახერხებთ რომ შეარჩიოთ შესაბამისი კონკურსია რამე? კრიტერიუმები და საუბრება თავიანთ სამოტივაციოს ოღონდ აკეთებენ როგორც ან ვიდეოს სახით, დაახლოებით 2 წუთიანი ვიდეო აქვს წარმოსადგენი მონაწილეებს და საუბრობენ ამ ვიდეოში კონკრეტულად მათ მუნიციპალიტეტში რა საფრთხე შეიძლება იყოს კლიმატის ცვლილების გამომდინარე ხდება შერჩევა. კარგით, ეხლა უკვე საინტერესოა გითხრათ რა შედეგები აქვს პროექტს. საინტერესოა.
როგორ იზომება ეს შედეგი, როგორ ხვდებით, რომ არის ეფექტური, ეფექტიანია პროექტი, თუ თქვათ რაღაცა ხარვეზები არსებობს. კი ბატონო, პროექტის დაწყებიდან 2019 წლიდან დღემდე 9000-ზე მეტი პირი ჩაერთო პროექტის ფარგლებში განხორციელებულ აქტივობებში, როგორიც არის საინფორმაციო შეხვედრები, ლექციები, სემინარები, ტრენინგები, ვებინარები, კონკურსები. ეს სამიზნე ჯგუფები იყვნენ ძალიან აქტიურად ჩართულები, 4-ჯერ განხორციელდა მწვანე სტიპენდიის პროგრამა, 5-ჯერ განხორციელდა მწვანე ბანაკი კლიმატის ელჩები და როგორც უკვე ვთქვით, კიდევ იგეგმება მომავალ წლებში მისი განხორციელება. 1000-ზე მეტმა სკოლისა და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების წარმომადგენელმა აიმაღლა ცნობიერება კატასტროფების რისკის შემცირებისა და საგანგებო მართვის გეგმების შესახებ. ასევე 5000-მდე მოსწავლე, 5000-მდე ახალგაზრდა ჩაერთო სამიზნე მუნიციპალიტეტებიდან ჩაერთო ტრენინგში კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება. სოფო მახსენდა მწვანე სტიპენდიების პროგრამა და მინდა რომ გამიმარტო ჩვენი მსმენელისათვის და იმ ახალგაზრდისათვის, რომელიც ასე ვთქვათ, გარემოს დაცვითი მიმართულებით ეუფლება ცოდნას უნივერსიტეტში. აღნიშნული გახლავთ მართლა ჩვენი საამაყო ასე ვთქვათ პროექტი ყოველი წლის ბოლოს აღნიშნული პროექტის ფარგლებში გამოვლინდება 32 წარჩინებული მწვანე სტიპენდიანტი. ეხლა რას ნიშნავს წარჩინებული მწვანე სტიპენდიანტი? რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდეს სტუდენტი? რა თქმა უნდა, სტუდენტი უნდა სწავლობდეს გარემოს დაცვით მიმართულებით პროექტით გათვალისწინებული მიზნით გათვალისწინებულ ასე ვთქვათ ფაკულტეტებზე საქართველოში უნდა ქონდეს აქტიური სტუდენტის სტატუსი და უნდა ქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება. ჩვენ მინდა სიამაყით ასე ვთქვათ ხაზი გაუსვა, რომ ძალიან ეფექტიანად თანამშრომლობთ განათლების სამინისტროსთან. ჩვენ გაფორმებული გვაქვს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმები 8 უმაღლეს სასწავლებლებთან, რომელთან დაკავშირებითაც ვიწყებთ კომუნიკაციას, ხდება შერჩევა აღნიშნული სტუდენტების და ხდება ფულადი თანხის მაგისტრატურის სტუდენტების ფულადი თანხით ასე ვთქვათ დაჯილდოება. აღნიშნული კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმას, რომ სწორედაც ამ დეფიციტურ პროფესიებზე სწავლა არის ძალიან მნიშვნელოვანი. აღნიშნული სასტიპენდიო პროგრამა წამახალისებელს წარმოადგენს იმისათვის, რომ როდესაც სტუდენტები დაასრულებენ სწავლას, უნდა დარჩნენ ამ მნიშვნელოვან პროფესიაში, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი არის იმ მიზნებისათვის, რა მიზნებისაც ეს პროექტი ახორციელებს და ზოგადად ნამდვილად ეს ჩვენი ქვეყნისთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი, აი ამ პროფესიებზე ინტერესის გამოწვევა ახალგაზრდებში, დეფიციტური პროფესიების პოპულარიზაცია. ხელშეწყობა პროფესიის შერჩევაში ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატება აუცილებლად უნდა გისურვოთ. წარმატება და ბევრი საინტერესო სიახლით მოგზანდით ხოლმე ჩვენთან სტუდიაში, გელოდებით, გაგვიხარდება ყოველთვის თქვენი სტუმრობა. მადლობა გადავუხადოთ თამთა დევდარიანს და სოფო ბერიშვილი. გარემოს და ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორი თამთა დევდარიანი და პროექტის მენეჯერი სოფო ბერიშვილი იყვნენ ჩვენი გადაცემის სტუმრები. დიდი მადლობა რომ